მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სულ რამდენიმე წუთის წინ გახსნა აქტივისტის თორნიკე თოშხუას სასამართლო სხდომა დარბაზი ახლა სავსეა. თოშხუას მხარდამჭერებით არიან აქტივისტები, ის ადამიანები, ვის თვალწინაც საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს თორნიკე თოშხუა. ჯერჯერობით არ ვიცით რა პოზიცია ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა სავარაუდოდ დღეს ისინი მოითხოვენ ადმინისტრაციულ პატიმრობას, რადგან ბოლო ერთ კვირაში თორნიკე თოშხუა ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვის გამო უკვე მეორედ დააკავეს. თავად თოშხუამ ისაუბრა სასამართლო პროცესის დაწყების პირველივე წუთს მან განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს, მისთვის არ განუმარტავთ, ის იყო დაკავებული თუ ტერიტორიიდან უბრალოდ განრიდებული. უფლებადამცველები კი განმარტავენ, რომ ამ საქმეში არ მოიძებნება არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება, რაც მათი განმარტებით დაადასტურებს იმას, რომ თორნიკე თოშხუამ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა ან წესრიგი დაარღვია. თორნიკე დაკავებული ადმინისტრაციული წესით, მას ედავებიან, რომ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, ბანერზე ჰქონდა წარწერა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციამ მას ვერ განუმარტა, რატო ითვლებოდა ამ ბანერზე არსებული წარწერა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად. პოლიციამ დაარღვია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, პოლიციის შესახებ კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ მას არანაირი განმარტება, არანაირი გაფრთხილება არ მისცეს, ისე გამოიყენეს უკიდურესი ფორმა დაკავება, დაკავების დროს არ განუმარტეს თავისი უფლებები, დღეს სასამართლოში შემოიტანეს საქმე, აბსოლუტურად არაგონიურული მოთხოვნით გაუგრძელეს 48 საათიანი პატიმრობა. პირველი გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული და ვერანაირად ვერ იქნება თორნიკეს წინააღმდეგ გამოყენებული, გამომდინარე აქედან, რომ პირველ რამოდენიმე დღის წინაც იყო მსგავსი სასამართლო პროცესი და ვერც იქ ვერ დასაბუთდა, რატო ითვლებოდა ბანერზე არსებული წარწერა სამართალდარღვევად. დღეს იმედი გვაქვს, რომ პოლიციაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და მოსამართლეს განმარტებას მაინც გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რატო არ ჯდება გამოხატვის ეს ფორმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა სასამართლოს სხდომა. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ წარმოდგენილი ყავს ეგრეთ წოდებული დამკავებელი პოლიციელები მოწმებად, შესაბამისად საინტერესოა გამოიკითხებიან თუ არა ისინი სხდომათა დარბაზში, რადგან თავად დაკავებულ თოშხუასაც ექნება ამ სასამართლო პროცესზე კითხვები, რადგან როგორც აქტივისტი განმარტავს, მისთვის არავის აუხსნია მისი უფლებები, არ განუმარტავთ, რატომ იყო დაკავებული და შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ კითხვას დასვამს თავად თოშხუა მოსამართლის თანდასწრებით. დღეს თორნიკე კაპანაძემ უნდა გადაწყვიტოს ბანერის გამო მეორედ დაკავებული თოშხუას ბედი. დღეს გავიგებთ, გაუშვებენ თოშხუას რამდენიმე დღიან პატიმრობაში თუ მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება უკვე მეორე ჯარიმა. ბოლო ერთ კვირაში თოშხუა ორჯერ დააკავეს ბანერის ხელში ჭერის გამო, ის ქუჩის გამოკითხვას ატარებდა, პირველ ჯერზე მოსამართლეს ზვიად ცეკვავა მის 6000 ლარით დააჯარიმა.